გამარჯობა პატივცემულო მაყურებელო, თქვენ ხართ გამას ოფიციალურ აწონვებზე და face-off-ებზე. ჩვენ გველის წინ 12 უსასტიკესი ბრძოლა, მათ შორის 15 ბრძოლა პრელიმებში, ძალიან საინტერესო 7 ბრძოლა სარეიტინგო, მათ შორის 3 საჩემპიონო ბრძოლა და მათ შორის 4 ბრძოლა შიშველ მუშტებზე. აპლოდისმენტები მეგობრებო. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც თვალს გვადევნებს. გამატივიზე უპირველეს ყოვლისა, აპლოდისმენტები ჩვენს ონლაინ მაყურებელს. რა თქმა უნდა, დიდი მადლობა აქ დამსწრე საზოგადოებას. ტაში ჩვენს თავს, მეგობრებო. და უღრმესი მადლობა ჩვენს YouTube მაყურებელს და არა მარტო, ყველა პლატფორმაზე, ვინც ჩვენ მხარს გვიჭერს, ვინც გვალაიქებს, ვინც კომენტარებში თავის აზრს გამოთქვავს, ყველას უღრმესი მადლობა. აპლოდისმენტები გამას ხალხს. მაშასე, დრო დიდად აღარ გავწელოთ და დავიწყოთ ჩვენი აწონვები. მე მინდა ვიხმო პირველი მებრძოლი წონითი კატეგორია 65 კილოგრამი. ლუკა შარმაზანაშვილი. ლუკა აფიქსირებს 64 კილოგრამს და 800 გრამს. ლუკას მეტოქე გიორგი შალამბერიძე. გიორგის წონა ასევე 64 კილოგრამი და 800 გრამი. აპლოდისმენტები მეგობრებო, ლუკა შარმაზანაშვილი, გიორგი შალამბერიძე. შემდეგი წყვილი. წონითი კატეგორია 70 კილოგრამი. და პირველი მებრძოლი გიორგი ზვიადაური. გიორგის წონა სულ 64 კილოგრამი და 900 გრამი. გიორგის მეტოქე არჩილ შავიძე. ზუსტად 70 კილოგრამი. აპლოდისმენტები ჩვენს მებრძოლებს, გიორგი ზვიადაური, არჩილ შავიძე. კიდევ ერთხელ აპლოდისმენტებით გავაცილოთ ჩვენი ბიჭები. შემდეგი წყვილი მურმან იმნაძე. მურმანი აფიქსირებს 78 კილოგრამს და 650 გრამს. მურმანის მეტოქე კი ვახო ხვიჩავა. ვახოს წონა 77 კილოგრამი და 600 გრამი.
ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ ეს არის კონსენსუსური წონა. ბიჭებმა მოილაპარაკეს, რომ შეხვედრილიყვნენ 78 კილოგრამში. ვინაიდან short notice-ზე იყო ეს ბრძოლა. აპლოდისმენტები ჩვენს მებრძოლებს. მურმანიმნაძე, ვახოხვიჩავა. კიდევ ერთხელ აპლოდისმენტებით გავაცილოთ. შემდეგი წყვილი ბრძოლა 65 კილოგრამში და პირველი მებრძოლი ირაკლი ჯეირანაშვილი. ირაკლის წონა 65 კილოგრამი და 800 გრამი. ირაკლის მეტოქე ნიკა ბერსერკერ ბარსეგიანი. ნიკას წონა 66 და 800. ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ დაიძაბა სიტუაცია. თუმცა ჩვენს მაყურებელს მე შევახსენებ, რომ ნიკა დარღვევით აბარებს წონას და -2 ქულით დაიწყებს იგი ამ ბრძოლას. აპლოდისმენტები ჩვენს მებრძოლებს. შემდეგი ბრძოლა გიორგი ძაძამია. $93 კილოგრამი. გიორგის მეტოქე, მისი სეხნია გიორგი შუბითიძე. გიორგი აფიქსირებს 91 კილოგრამს. ჩვენს მაყურებელს შევახსენებ, რომ ეს ბრძოლა შედგება 93 კილოგრამ კატეგორიაში. გიორგი ძაძამია, გიორგი შუბითიძე, აპლოდისმენტები მებრძოლებს. მეგობრებო, შემდეგი წყვილი პრელიმების მთავარი ბრძოლა. აბსოლუტური წონითი კატეგორია. და პირველი მებრძოლი ანრი ბესტავაშვილი. დადექი. ანრი აფიქსირებს 130 კილოგრამს. ანრის მეტოქია გოძილა მინაშვილი, რომელმაც ჩვენ საწონოებზე 105 კილოგრამი აჩვენა, თუმცა გარკვეული პრობლემების გამო ოფიციალურ აწონოების ცერემონიას ის ვერ დაესწრო. თუმცა როგორც შეგვპირდა, ანრი ხვალ აუცილებლად შემოგთავაზებს საუკეთესო ბრძოლას. ამიტომ კამერებისკენ ანრი ბესტავაშვილი, გოძილა მინაშვილი. აპლოდისმენტებით გავაცილოთ ჩვენი ბუმბერაზი მებრძოლები. მეგობრებო, სულ მცირე პაუზის შემდგომ სულ რაღაც, რომელიც გაგრძელდება რაღაც 20-25 წუთი, ჩვენ გადავდივართ main card-ზე. და main card-ის ბრძოლებს გახსნიან გიგი ბერიძე. გიგი არის 69 კილოგრამი და 500 გრამი.
გიგის მეტოქე, ორივე სპორტსმენი არიან გამოცდილი მოკრივეები. და გიგის მეტოქე სანდრო ჯაჯანიძე. სანდრო გვიფიქსირებს 70 კილოგრამს ზუსტად. აპლოდისმენტებით შევხვდეთ ჩვენს მებრძოლებს. გიგი ბერიძე, სანდრო ჯაჯანიძე. ჩვენს მაყურებელს კი მოუწოდებ რინგნეიმები ვაშუქოთ ამ ბიჭებს. შემდეგი ბრძოლა 76 კილოგრამ წონით კატეგორიაში. და მე ვიხმობ პირველ მებრძოლს მერაბ Desert Eagle გუგასიანი. $74 კილოგრამი და 800 გრამი. და მერაბის მეტოქე ჩვენს მაყურებელს შევახსენებ რომ ეს არის რევანში დავით ბადურაშვილი. და სანამ დავითი ამოდის მე მოგახსენებთ რომ ეს ბრძოლა როგორც პირველი მათი ბრძოლა შედგება შიშველ მუშტებზე, ხოლო დავითის წონა 75 კილოგრამი და 750 გრამი. აპლოდისმენტები ჩვენს მებრძოლებს. დავით The Stoner ბადურაშვილი, მერაბ Desert Eagle გუგასიანი. აპლოდისმენტებით გავაცილოთ ბიჭები. გიგა, ამ ხალხს ორიოდე სიტყვა უნდა ვათქმევინო, ამიტომ ნება დავრთე მე ჩავალ. მაგრამ თუ გასაზავებლები იქნებიან და მეხმარ. მაშა ასე პირველი მებრძოლი ნიკა Crazy ბოკელავაძე. ნიკა გვიფიქსირებს 93 კილოგრამს და 850 გრამს. ნიკას მეტოქე გიორგი ჯალათი ქიმაძე. გიორგის წონა 92 კილოგრამი და 900 გრამი. საჩუქარი ჩემგან მაინც ყველაფერი უნდა წაგართვა და ეს რო არ მომეცა შენთვის. საბაჩო ხვალე ეხლა რო ხიო ხვალე გამო. აპლოდისმენტები გიორგი ქიმაძე, ნიკა ბოკელავაძე. ხვალამდე მოვიწმინოთ ბიჭებო, სულ ცოტა ხანი, სულ რაღაც რამოდენიმე საათი დარჩა თქვენს ბრძოლამდე, ამიტომ ოდნავ მოითმინეთ. და ცოტა ორთქლი რო გამოუშვათ. ნიკა, თქვი აბა რამოდენიმე სიტყვა. ხვალე მკვდარი ხარ, იგურავე ხვალამდე. გიორგი, შენ შემოგთავაზე ორიოდე სიტყვა. მე ბებოს არაფერს არ ვიტყვი, ხვალე ეხლა ბევრს ლაპარაკობს, მაგრამ ხვალ საუბრის თავი კი არა, საერთოდ სახლამდე თუმბივაა ჯანსაღად, ილოცოს ცოტა ჯობია დღეს სანამ დრო აქვს. ეს თუ ხვალე ნიუ ჰოსპიტალში არ გავაღვიძო, ყველას გეუბნებით, მაგას ნახავთ. ეს ფოტო სამახსოვრო. სხვა მაინც არაფერი დაგჭირებოდა, დამიჯერე გამოგაჩერე. ბიჭო ეხა თორე კარგი, გავაცილოთ ბიჭები. თავის კუთხეში. აპლოდისმენტები.
ჩვენს პატივცემულ მაყურებელს მე მინდა შევახსენო, რომ მეორე კამარი სადა? მეორე გამო. ოკეი, კი ბატონო. ხო. თქვენ მარტო ერთ საჩემპიონო კამარს ხედავთ, თუმცა ჩვენ გველის 3 საჩემპიონო ბრძოლა და მე დიდი სიამოვნებით და უზარმაზარი სიამაყით და კიდევ უფრო დიდი მოლოდინით ვარ ამ ბრძოლების მიმართ. და მე მინდა გამოვიძახო მებრძოლი პრეტენდენტი 65 კილოგრამში ჩემპიონობაზე ლუკა მამბერ იობაშვილი. 64 კილოგრამი და 900 გრამი. ლუკას მეტოქეკი ოთარ ელმოერტე შეგვიაშვილი 65 კილოგრამი ზუსტად. მეგობრებო, კიდევ ერთხელ ეს არის სატიტულო ბრძოლა გამას კამარზე 65 კილოგრამში. და მე მინდა აპლოდისმენტების ქუხილი ვაჩუქოთ ლუკა მამბერ იობაშვილი და ოთარ ელმოერტე შეგვიაშვილი. ხვალ ეს კამარი პატრონს იპოვის. მაშასე შემდეგი ბრძოლა ასევე საჩემპიონო და კიდევ რაც საყურადღებოა შედგება შიშველ მუშტებზე 56 კილოგრამ კატეგორიის ბრძოლა ეს ამ წონაში ჯერ არ ყოლია ჩემპიონი და უკვე ხვალ ჩვენ ვცნობთ პირველ ჩემპიონს 56 კილოგრამ კატეგორიისა და მე მინდა ვიხმო პირველი პრეტენდენტი გიგა ბეტონი თაბუგაშვილი. გიგას წონა 55 კილოგრამი და 500 გრამი. გიგას მეტოქეკი დიმა დაიჰარდ ჯიკია. ჯიკიას წონა 54 კილოგრამი და 800 გრამი. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, ეს არის საჩემპიონო ბრძოლა ამ მეორეს შესანიშნავ კამარს. ხვალ მოუძებნით პატრონს და სულ ცოტა ხანი დარჩა ამ ბრძოლამდე. გავაცილოთ აპლოდისმენტებით ბიჭები და გადავიდეთ მთავარ ბრძოლაზე. ეს სამივე მთავარი ბრძოლაა საჩემპიონო. თუმცა ეს ბოლო ბრძოლა იქნება ვეტერანების ბრძოლა 60 კილოგრამის საჩემპიონო ბრძოლა და მე მინდა ვიხმო გამას ვეტერანები და პირველი მათგანი ლუკა პიტბულ კახიშვილი. ლუკა გვიფიქსირებს 60 კილოგრამს ზუსტად. ლუკას მეტოქეკი გამას მოქმედი ჩემპიონი 60 კილოგრამში კოტე ზომბი ჭკადუა. მომე არ ქნებ. კოტე გვიფიქსირებს 59 კილოგრამს და 600 გრამს. წონა ჩაბარებულია. დაგიბრუნე. ლუკა პიტბულ კახიშვილი კოტე ზომბი ჭკადუა მეგობრებო. მოდი ამ ბიჭებსაც შევეკითხები
ორიოდე სიტყვა ამ უსასტიკესი ბრძოლის წინ. ორიოდე სიტყვა იქნება ზუსტად ხვალ რომ ამ კამარას ეს ბიჭი დაკარგავს. ეს კამარი უკუნისამდე ჩემ ხელში იქნება. შესანიშნავი. აპლოდისმენტები! გამას ვეტერანებს! მეგობრებო, უმაგრესი ბრძოლები გველის წინ, 12 უსასტიკესი ბრძოლა არ დაგვავიწყდეს. ხვალ აქ მოსვლა ნახდა დღის, ჩვენი კარი გაიღება 5 საათზე. დავიწყებთ პრელიმებით, როგორც გითხარით, მცირე პაუზის შემდგომ გადავალთ მეინ ქარდზე, ეს სავარაუდოდ 8:30-ზე, 8 საათზე მოხდება და ჩვენი საგიჟეთი რომ მორჩება, ზეიმი გაგრძელდება. ხვალ კვარას თამაშია, ამიტომ აქ ვჩებით და ყველა ერთად ვგულშემატკივრობთ მას. Yes, გამაფიული! წიგველის! ჩვენ მზად ვართ! იმედია რომ თქვენც ხართ მზად! ხვალამდე!